სტუმარი ნიკა საღაუმშვიდობისა ძალიან დიდი მადლობა რომ დაგთანხმდით ყოფილიყავით ჩვენი სტუმარი იმის მიუხედავად რომ ძალიან მძიმე დღე გქონდა ძალიან მძიმე და თქვენი პირველი რეაქცია თქვენი პირველი შეფასება ჩვენ მოვისმინეთ რამდენჯერმე გადაწყვეტილებების კვალდაკვალ და დღეს როცა უკვე სასამართლო პროცესი გარკვეულია რომ სავარაუდოდ შედგება ხვალ რა სიტყვით როგორია თქვენი მოლოდინი რა არის თქვენი მთავარი სათქმელი ძალიან დიდი მადლობა ინგა პირიქით მადლობა თქვენ შესაძლებლობისთვის ამ პერიოდში განსაკუთრებით იმიტომ რომ მიმაჩნია ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ეთერი განსაკუთრებით თქვენი რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ კარგად გაიგოს რასთან გვაქვს საქმე სამწუხაროდ ბევრი რამე შეიძლება ეხლა ვილაპარაკო ქართულ ოცნებაზე ხელისუფლებაზე მაგრამ ორ სიტყვაშიც შესაძლებელია უკვე ამ ყველაფრის თქმა მარტივად ორი არჩევანი გვაქვს მე ასე უყურებ უკვე ეჭვი აღარ მეპარება მორჩა გათავდა ეს არის უალტერნატივო სამწუხაროდ ორი გზა ერთი ან მართლაც ეროვნული მოძრაობა ქართული ეროვნული მოძრაობა რომელიც ინარჩუნებს შანსს სახელმწიფოს არ ვიცი შექმნის არ დაკარგვის და ქვეყნის განვითარების ან აქეთ ოლიგარქი და მისი რენეგატები რაც თქვი უკვე დღისით აი ეს მოცემულობა გვაქვს მას შემდეგ რაც გავრილოვის საქმეზე ნუ შესულდა დავალება ახლა ვისი დავალება იყო ახლა თავად გავრილოვის იყო გავრილოვი რომელიც მოხარულია ამ გადაწყვეტილების მაყურებელს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ გავრილოვი კომპარტიის ლიდერი რუსეთისა რომელიც მოხარულია ქართული ოცნების მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილების და ნიკა ერთი წამით უბრალოდ ეხა გავრილოვზე გამახსენდა აი იმებს მინდა უთხრა რა ვიღაც დეპუტატებს რო ამბობენ რომ გავრილოვის სპეციალურად ჩაწერეს ვიღაც მედია საშუალებებმა უკაცრავად იდიოტი თუ არ ხარ ჟურნალისტი როცა 20 ივნისის საქმეზე პოლიტიკოსი იჭერენ, რა თქმა უნდა დაგაინტერესებს გავრილოვის კომენტარი და აი ეს თქვენი რაღაცა ბოდოები რომ თურმე გავრილოვი ეხლა ჩვენ საგანგებოდ ჩავწერეთ, სრული ბოდოა ხალხო და რა თქმა უნდა ჩემ პროდიუსერს ხო არ ვიცი მე ძალიან ვეჭყობებოდი რომ დაუშვათ არ გახსენებოდა გავრილოვის კომენტარი ამ დროს. ეს ჩანართისთვის მინდოდა რომ მე დავამატებ. დიახ მე დავამატებ აქვე თუ შეიძლება სანამ ხელისუფლება 20 ივნისის საქმეს საკუთარი პოლიტიკური დღესასწაულიდან არ მოაშორებს, მანამ ბუნებრივია ქართული ოცნება იქნება ძალიან სერიოზული და უკვე არის გამოუვალი ჩიხშია, მორჩა გათავდა, დამარცხებული გამოვა, მაგრამ დამარცხებული გამოვა, მაგრამ ქართული ოცნება აღარ იქნება მართვის სადავეებთან. დიახაც მათ მოახერხეს და დაიწყეს კამპანია და დაწმუნდნენ უკვე რომ მოჭიდება აღარ აქვს რომ გავრილოვი ოპოზიციას დააბრალონ ხახო და როგორც აი გარეშე აბრალებდნენ ოპოზიციას ყველაფერს უკან რო უბრუნებდნენ თავიანთი პროპაგანდისტური მანქანებით ამას რო აღარ აქვს მოჭიდება დააწმუნდნენ და პარტიული პოლიტიკის არსებობის აუცილებლობა კი აღარ არის მორჩა გათავდა არანაირ პარტიაზე მნიშვნელობა აღარ აქვს და პარტიულ პოლიტიკას ან ერთ მხარეს ხარ, სადაც თავისუფლებაა, ან მეორე მხარეს, სადაც მონომორჩილებაში ხალხია. და სწორედ ამიტომაც ხდება ის, რაც ხდება ამ ოფისში, სადაც ახლა ვართ, ისეთი ხალხი ვართ შეკრებილი, რომელთა 95% ამ ოფისში ნამყოფიც არ არის. და წარმოუდგენელიც იყო რომ შალვა ნათელაშვილის ნაციონალური მოძრაობის ტრიბუნიდან გაეკეთებინა განცხადებები ან ნინო ბურჯანაძის ყველაზე დიდი მტერი რო იყო მიხეილ სააკაშვილის კი ეს ნამდვილად მოახერხა ქართულ გადამლაშთა ყველაფერი დასახსნელები არიან ინგა მაშინ 92 ადამიანმა ხმა მიცახა მოგწონთ არ მოგწონთ მელია ეს სხვა საკითხია მაგრამ თუ კანონის უზენაესობაზე მელაპარაკება ვინმე ხელისუფლებიდან და მტკიცებულება არ გაქვს და უბრალოდ იმიტომ რომ არ გაგიბრაზდეს შენი ოლიგარქი მაშინ 92 კაცმა მიაჭირა თითი და ნახევარმა უკვე მეორეჯერ მოახერხა და კვლავ თითი მიაჭირა ისე რომ მტკიცებულებაც არ არსებობდა აბსოლუტურად ეს ადამიანები მორჩილებაში არიან და დასახსნელები არათო როგორ შეიძლება სიამოვნებდეს კოლეგის რაც არ მინდოდა რომ ყოფილიყავ უკანასკნელი თემის განმავლობაში მათი კოლეგა დაჭერა
იმიტომ რომ ისტორია, ხო, რა შემოინახავს, ინგა, შემოინახავს, აი თავას რომ ამან საკუთარი კოლეგა დაიჭირა. ის არა, ვინ რა ბრიფინგი ჩაატარა, ვინ რა თქვა, ასე შემდეგ. ამ პერიპეტიებს ვერ ინახავს ისტორია, ხო, ეხა თუ მასალები არქივიდან არ გამოითხოვე. თავარი ამბავი არის. დაიჭირე შენი კოლეგა თუ არ დაიჭირდა, რომ დაიჭირე, რატო იჭერდი? გავრილოვის გამო? ამიტომ იმაჩნია რომ ბრძოლა იქნება უკომპრომისო, აბსოლუტური მორალური უპირატესობა დღეს არის ოპოზიციის ხარეს, სადაც დგას ჯანსაღი ნაწილი საზოგადოების, წაიშალა კვალი ყველა პოლიტიკურ პარტიებს შორის, ან საქართველო, ან ბატონი გავრილოვი, რომელიც ითხოვს, კი, მიესალმება ჩემს დაჭერას, ამბობს, რომ სახელმწიფო გადატრიალება იყო 20 ივნისი. მეც კი არაფერს არ ამბობს. აი ყველაზე ცუდი იცით რა არის? მე წეღან თქვის შესავალში რომ 20 ივნისი, რომელიც მართლა გავრილოვის პროტესტი იყო და მე ადრეც თქვი ეთერში არაერთხელ და ეხა უნდა გავიმეორო, მე ეთერი მიმყავდა თორე მეც იქ ვიდგებოდი და ჩვეულებრივად ვიქნებოდი არა როგორც ჟურნალისტი, არამედ როგორც მოქალაქე, რომელიც გააპროტესტებდა იმ ყველაფერს უკვე კუჩიდან და სამი სპეცრაზმელი, რომლებიც ანუ სასამართლოს არ გამოუტანია ჯერ მათ მიმართ თვალები დათხარეს ადამიანებს პასუხისმგებლობა არავის არ დაკისრებია ბრძანების გამცემის საერთოდ საფრანგეთში ატაშედ გაუშვეს და პოლიტიკოსებს იჭერენ აი ეს არის ორმაგი სტანდარტი და კიდევ ერთი რა თუ გახსოვთ თქვენ პანკიში რომ მოხდა დაპირისპირება მაშინ გახარია იყო მინისტრი და ქვებისროლა და ერთი უბედურება თუ გაგირკვევიათ ბატონო ქართული ოცნების წევრებო ვინმე პასუხი აგო მაშინ რომ ამბობდით რომ კანონის წინ ვინც წავა ყველას პასუხს ვაგებინებთ არავის უგია პასუხი ანუ აი აქ უკვე ჩდება კითხვა რატომ თქვენ ნიკა თქვენ როგორ ხსნით თავად რატომ მიდიან დაჭერას იმიტომ რომ და დიახ ჯერ ერთიც ღმერთმა დაიფაროს მაგრამ აი ხვალ რო გავრილოვი კлау ჩაждდეს ხო და არ გამოვა იგივე ხალხი რა იგივე მოხდება ხო ანუ სტიქიურად მიაწდა ხალხი რუსთაველის გამზირზე ოპოზიცია რა შუაში იყო ბოდიში არ მოუხდი არაფერი უბრალოდ ვერ შეთხზა სისხლის სამართლის საქმე და ეხლა წელიწადნახევრის თავზე გააცოცხლა თავად და უკვირთ ახლა ნიკამელია რატომ არ ემორჩილება უსამართლობას და არ ემორჩილება უკანონობას დიახაც მორჩა გათო და ყველაფერს აქვს ლიმიტი შეუძლებელი არის რომ ის პოლიტიკური დღესწესრიგი რითიც იქნებოდა ქართული ოცნების თვითონ პოლიტიკა რომ დააბრალო ადამიანს შეაშინო დამოკლეს მახვილი დაკიდებულიკან სისხლის სამართლის საქმის სახით აი დაგიჭერ თუ შენ ამას არ გააკეთა პარლამენტში თუ რო შევსულიყავი ინგა თქვენს მაყურებელს თქვენი ეთერის მეშვეობით მინდა რიტორიკული კითხვა დავუსვა ნიკა მელია ალეკო ელისაშვილთან ერთად რომ შესულიყო პარლამენტში დამეტოვებია ნაციონალურ მოძრაობა დაუშვათ ან ნუ დამეყოლებია პარტია და მერწმუნეთ მე რომ მიმიღო გადაწყვეტილება და გდანის ჩემს საარჩევნო ოფისში 31-ში ღამე მივიღეთ გადაწყვეტილება რომ 1 ნოემბერს აქცია ჩატარებული იყო და ჩატარდა და იქ მოგიხსენის სამაჯური როგორც უსამართლო სიმბოლო მაგრამ აი შესულიყავი მე პარლამენტში მარტო კარგი დაუშვათ პარტია შეყარა მარტო შესულიყავ ალეკო ელისაშვილთან ერთად პროკურატურა ჩემ დევნას დაიწყებდა გჯერათ ზუსტად მე მაქვს ეჭვი კი არა თითქმის დარწმუნებული ვარ რა ეჭვი ინგა მე რომ მეთქვა რომ პარლამენტში შევალ მომეცით 5 მილიონი დოლარი გიორგი რურვა გამოუშვით კიდე 1-5 კაცი გამოუშვით და მაგალითად იქ ვასილ ჩიგოგიძე რაღაც 1-2 კვირით ჩასვით რაღაცა სისულელე რომ მეთქვა ხო ისე უნდათ რომ ოპოზიცია შევსულიყავით ვინ გამომეკიდებოდა ხახო ჯერ ამიტომ მეორე იმიტომ რომ მე ვიქნებოდი მონა ბაპატიეთ მონურ მორჩილებაში ვიქნებოდი და ვიღაც გავახსენდებოდი საერთოდ ჩემი ფასი იქნებოდა ჩირის ფასი არ ვიქნებოდი აქტუალური და სწორადაც არ ვიქნებოდი როგორც სამწუხაროდ ალეკო აღარ არის აქტუალური საერთოდ რას ამბობს რას არავის აღარ აინტერესებს თუმცა წინააღმდეგები წავიდნენ დღეს თქვენთვის ხმის მიცემის და მზადვარო მისგირაოშიო ჩემი ხელფასიც კი გადავრიცხო რომელიც არ მინდა ამაზე საუბარი მაგრამ
ბატონ კობახიძეზე არ რომელიც გადამალული იყო სხვათა შორის ბატონი კობახიძე, იმიტომ სიმბოლოა 20 ივნისის სისხლის ზღვრის და ამდენი ჭკუა ყოფნით ქართულ ოცნებაში, მაგრამ ნუ ეყოთ ეხლა რომელ ჭკუაზე რაც გინდა ქნან ამათ საქმე წასულია. კობახიძეზე რო არჩას, ხო დააკვირდით, ხო? 20 ივნისის საკითხის გაშება არ საუბრობს. ალეკო ჯერმე ამბობდა რომ ასე თქვა, მიშას თამაში ვარ მე, მიშა სააკაშვილის თამაში, ამით პერსონალურ შევაწყობასაც მაყენებდა. ყველაფერს თავი დავანებოთ. მეორე მე თუ გირა უნდა გადამეხადა და დღეს გამოვიდა და ისო რა ქვია ხელფასი და ფული და გადაურიცხო და მიიღო ის პასუხი რაც მიიღო. დავხურავ თქვენს ნებართვით ამ ადამიანზე საუბარს მუდმივად, იმიტომ რომ აზრი არა აქვს, იმიტომ რომ ნული არის მისი ასე თქვა ფასი პოლიტიკაში აბსოლუტურად. მესმის თქვენი დამოკიდებულება, თუმცა საინტერესო იყო მისი პოზიცია. ან ღირსება უნდა შემელახა, ან არ უნდა დამეხარა თავი, ხო? არ დავხარე თავი და არც დავხრი თავს. ბუნებრივი არის, მე მგონი ამაში ეჭუკე აღარავის არ ეპარება, კი ეგონა ქართულ ოცნებას რომ გირაუსში შევიტანდი, მე თავადაპირებდი გირაუსში შეტანას, მაგრამ ავტეხეთ ამბავი და როგორც ჩანს ამან პრევენციული ღონისძიების სახით იმუშავა, რამდენიმე ჩატარებულა ბრიფინგმა და ბოლო-ბოლო 40,000 ლარს ვინ გადაიხდის ისე, ხო შეიძლება 400 ლარი გადაახტევიო ვიღაცას, მაგრამ ხა 40,000 ლარი რო გადამიხადო და არ მინდოდეს, იმას მინიმუმ 400,000 უნდა კონდეს, ხო? ქართულ ოცნებას აქვს ორი გამოსავალი. აი თქვენ რას ელოდებით? ჩაივსო და უკაცრავად გადაწყდა დაინიშნება სასამართლო პროცესი და ხვალ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას. გამოვიდეს და თქვას და ბოდიში მოიხადოს ენრიკა მელიას წინაშე არა. ქვეყნის წინაშე მოიხადონ ბოდიში 20 ივნისის გამო. და 20 ივნისთან დაკავშირებით ყველა შეკერილი საქმის გამო სისხლის სამართლის თითქოს ბოდიში მოიხადონ ან დაიხურავენ ქუს და წავლენ ხელისუფლებას. თუ არ ვწდები რაღაც ტექნიკური ხარვეზია, ჩვენ დაუბრუნდებით რამოდენიმე წუთი ჩვენი ხმა ბოდიში მოგვიწია ინტერვიუს გაწყვეტა ყველა სიგნალი გაქრა თქვენი ოფისიდან და უბრალოდ ცოტა დავიბენი. დიახ, ანუ მე მაინტერესებს თქვენი მოლოდინი როგორი არის ეხლა სასამართლო რა გადაწყვეტილებას გამოიტანს და თქვენ საუბრობთ არა, თქვენ საუბრობდით იმაზე, რომ ვის გესმით ჩემი ხმა ნიკა? კი, მესმის. ხო, რა მოლოდინი? გამორიცხული არის ჩემი დაჭერა. ვერანაირად ვერ დავასრულიაზე. ან უნდა გამოვიდნენ და ბოდიში მოიხადონ, დაეწყონ. აი, არ ვიცი, ხა ივანიშვილი აღარ გამოჩნდება ხა ტელეეკრანებზე და მაგრამ ნუ მაგასაც მოუწევს ბოდიშის მოხდა, როცა იქნება. არის რაღაცა ფაზა, რომელსაც უკვე ხა ნუ თუ მივახლოვდები და გადალახავ, ხო? და ხაზ გაავლებ და იტყვი რომ ეს რუბიკონის გადავლახი, ხო? მორჩა იქიდან უკვე ხა მე დამარცხებული გამოვხვალ თუ გამოვხვალ. როცა დამარცხებულის სპირალში ხარ შემძვალი. გამოვიდნენ ბატონი ვოსკინად დაწყებული, არ ვიცი, მურუსიდე დამთავრებული ეს დინარაძეები, ესენი ლაშანაცუშვილები და ვიღაცები. ბოდიში მოუხადო საქართველოს საზოგადოებას 20 ივნისის საქმის გარშემო საერთოდ. ეს ერთი გამოსავალია და მეორე გამოსავალია რომ თქვენ რომ ნუ რაღაცა ნუ დავმარცხდით. უსუსურები ვართ, რაღაცა შეგვეშალა, მორჩა გათავდა. ბოდით და ჩავეშავთ ახალ არჩევნებს. აი ეს მესახება გამოსავალი საუკეთესო კი არა, ერთადერთი გამოსავალი, იმიტომ რომ შეუძლებელი არის, ხელს ვერ მომკიდებენ, იმიტომ რომ ჩემი დაჭერა არ არის ნიკა მელიას დაჭერა უკვე. ჩემი დაჭერა არ არის, ჩემთვის კი არ გამოიტანეს ეს ვერდიქტი. მართლა თქვი და გავიმეორებ, ასევე ვაპატეთ ბევრი ეთერი, არ მინდა რაღაცა გამიმეორებ, მაგრამ ეს არის თავარი. ეხლა ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენია, ვინც ქუჩაში გამოვიდა 20 ივნისს, აი ესე მართლაც რაღაცნაირად სტიქიურად უბრალოდ შეურაცხყოფლად იქნეს თავი, გამოვიდნენ, აღშფოთდნენ, ქვეყნის სადარაჯოზე დადგნენ, ასე ჯეროდათ, ხო? და ასე იყო და გულის წადილი იყო, რომ იქ ყოფილიყვნენ. აი ამ ადამიანებს ასამართლებენ არა, ამ იდეას და ამ სულისკვეთებას, აი ამ ღირსებას, თავისუფლების ღირსებას ასამართლებს. და ამის გასამართლება შეუძლებელი არის. და ეხლა ნიკა მელია საპატიმროში, ეხლა ამ სულელებს გონიათ, რომ ნიკა მელია საპატიმროში, ეხლა გავრილოვის საქმეზე ნიკა მელია
საპატიმროში არის 200 ჯერ უარესი, ვიდრე ნიკა მელია ისაიდანაც გერთვება. რას გულისხმობ, ნიკა, რას გულისხმობთ, რომ საპატიმროში 200 ჯერ უარესი იქნება? ვერ მოხვდები. შეუძლებელია ეხა მართლაც ეხა გავრილოვის დაკვეთით, ეხა ნებისმიერი საქართველოს მოქალაქის დაჭერა არის დაუშვებელი. და პოლიტიკური დევნის იმაში რა ქვია, ფაზებში რო იქნება 1, 2, მე-7, მე-8 და ეხლა ამ მიტაცებული მესამე ვადის დროს, როცა თავიანთი მიღებული ხმებითაც და გაყალბებული ხმებითაც უმცირესობაში არიან 58% და იქით 52% და კიდევ ეხა იქით პოლიტიკური ოპონენტი დაიჭირო გავრილოვის ეგიდით, თუ შეიძლება ასე ითქვას. ეს არ შერჩება არავის. ოპოზიციის დამოკიდებულებაც ასეთია, ოპოზიცია ამბობს არ გავატანთ მელიასო და რა მაინტერესებს? აღარაფრის შუაში აღარ არის პარტიული პოლიტიკა, აღარაფრის შუაში არის აქ პირდაპირ გეუბნებით ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, გირჩი, ლეიბორისტული პარტია, ხაბატონი ბურჯანაძის პარტია, არ ვიცი ჭიჭება და დათო ჭიჭინაძის პარტია, ბევრი არ მით გამორჩა ეხლა ალბათ ბევრი ხო? არაფრის შუაში აღარ არის საერთოდ. მესმის თქვენ რასაც ამბობთ. დავდექით ერთად. ნიკა, რა მინდა რომ გითხოთ? ერთი წუთი თუ შეიძლება, მანდაპირებ დღეს დარჩენას, ქართული ოცნების განცხადებები ალბათ მოისმინეთ, გამაგრდაო მელია ნაციონალური მოძრაობის ოფიციო და მე მაინტერესებს უბრალოდ თუ შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, გითხრათ, გეგმა როგორია, ანუ არაპირებთ სახლში წასვლას მანდაპირებ. თქვენ იცით, სასამართლო პროცესი ჯერ ვერ ნიშნავი, შეშინებულები არიან. მონურ მორჩილებაში ყოფი ადამიანები, ეხა კარგით რა, ეხა გონიათ რომ მართლა თავს დაუხრე, ეხა ლევან კობიაშვილს ადამიანი რა არიკადრა ყველაზე კობიაშვილმა და არ ვიცი თელმა იმ ხალხმა, ვინც ქართული ოცნების იმაში იყო, რა ქვია, შტაბში თავისი კანონიერი ქურდებით, ვიღაც ჩუკაკიძეებით, ვიღაცა ყაჩაღებით ოფისი დაწვეს, იარაღით არბენიეს ხალხი, მაინც წააგეს. ის რომ თქვენ იცით, რომ მე ნანახი მაგლდანის ოქმები და სულ ხუმრობ ხოლმე რო დავიძინე, მელია იყო გამარჯვებული და რო გავიღვიძე, უკვე გადაჯღაბნილი ოქმები დამხვდა, თქვენ იცით, მაგრამ აი ჩვენი მეგობრობა გვერდით რომ გადავდოთ, ნიკა და ვთქვათ ის რომ მე ვიცი რომ გლდანი თქვენ მოგებული გქონდათ. მე მაინტერესებს უბრალოდ როგორ წარმოგიდგენია თუ კი გადაწყვეტ სასამართლო წინააღმდეგობის გაწევა. გესმით ხო, რასაც გეკითხეთ? არაფერი წინააღმდეგობა, ლაღები ვართ, მართლები ვართ, მართალი ხალხი ვართ, ხალხო ისტორიის წინაშე შეუძლებელი არის ჩვენი დაკავება. მოვიდნენ კი ბატონო, ეხლა სადაც ვიქნება დამაპატიმრონ, აბა ნახოთ როგორ დამაპატიმრებენ. ამათ ხო არ გონიათ რომ ეხლა სოფლიოზე ზინავს ან მართლა ეს დანაშაული ეხლა შერჩება. დანაშაულია, როცა კანონის სახელით და კანონის ენით უკანონობაში ჩადიან და ამოფარებულები არიან ნორმატიულ აქტებს სათავისოდ რო განმარტავენ. ალბათ საერთაშორისო შეფასებაც მოყვება, აი უკვე ტვიტერზე იანკელიმ დაწერა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ერჩმა, რომ ნიკა მელიასთვის ერთპარტიული მმართველობის მზარდი აჩრდილი აედევნა საქართველოსო, ასე აფასებს ყოფილი ელჩი ამერიკისა თქვენს მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას. 92 ადამიანმა, როდესაც მხარი დაუჭირა წელიწად ნახევრის წინ თავიანთი კოლეგის დაპატიმრებას, იმ მოწვევის პარლამენტში აღმოჩნდა 6 ქართული ოცნების დეპუტატი, ვინც ღირსება არ შეილახა. და არც ერთი აღარ არის დღეში. ერთი კაციც არ აღმოჩნდა, ერთი ადამიანი. პირდაპირ ხა ვასი ადამიანი ეხა გუშინ ერთი არ მინდა ვთქვა, კიდე ავიც ჩემ აღზრდას დავაბრალე, ერთი ქართული ოცნების დეპუტატი გუშინ მეხმე არ მოვა დრო არ მინდა, მეხმე შეხვედრას ვთხოვდა გუშინ. მოქმედი დეპუტატი? სახშიო. მოქმედი ქართული ოცნების დეპუტატი. და მე ვუთხარი, დიახაც და ძალიან ცუდი საუბარი მქონდა. და ვუთხარი, რომ არაფერი შენთან სალაპარაკო არა მაქვს, ხვალ ჩატარდება კენჭისყრა, შევხედა კენჭისყრის შედეგებს, იქნება შენი ხმა დაფიქსირებული ჩემი დაჭერის სასარგებლოდ, იქნება დანარჩენს, მე მოგახსენებ, მაინც ვერ ვწირავ ეხლა ამ ადამიანს.
არ იქნება და მე დაგირეკავ და მე თვითონ გენახავ მე გენახავ და მის სადღეს გამირეკა 6 ჯერ დღეს ისეთი მიცა ხმა მე მგონი ის ღილაკი ჩამტრია ვინ იყო თქვით რა ვასილ ჩიგოგიძე დაგირეკათ ვასილ ჩიგოგიძემ და შეხვედრა უნდა და თქვენთან ვასილ ჩიგოგიძე ადამიანი რომელიც არ ვიცი ხა რო კითხო ღირსეული ადამიანი არის ადამიანი ჯერეთიც ყველაფერს თავის რა როდესაც უკადრებას იკადრებ ხო უკადრებას იკადრებ და ამოუყვან ყელში ხალხს და შეშტომაზე დაუშვებ მე უნდა ელოდო ნათელის მოფენას ნაციონალური მოძრაობის რიგებიდან აპირებდა კენჭისყრას და მართლაც უნდა გაგევლო ეთყობა ეს ეტაპი რა ინგა რა ვასილ ჩიგოგიძე ქართულ ბანკის გაკოტრების საქმეში იყო და დღეს ივანიშვილის პარტიის მაჟორიტარია სამწუხაროდ ასეც არის ბატონი ჩიგოგიძე გავიცანე მე სასამართლოში ორივე ვიყავით ბრალდებული ქართულ ბანკის საქმეზე ხო მე ამ საქმის ფარგლებში გამომაგდეს პარლამენტიდან ოფიციალურად გამომაგდეს გამოტყუნებელი განაჩენი დამაჯარიმეს იმდენად აბსურდული საქმე იყო რომ უფლებამოსილების გადამეტების მუხრითაც კი ვერ გამოსამართლეს დამაჯარიმეს და გამომაძევეს პარლამენტიდან და ეს ადამიანი დღეს კი არის იქ სადაც არის მაგრამ ნუ ახლა ეს დაცრომობა რომ მქონდა აი მინდა რომ მორჩა გათავდა კრისტალიზება მოხდეს კრისტალიზაცია უნდა მოხდეს პოლიტიკური პროცესი ეს ადამიანი ბზად იყო კი არა ხელი ქონდა ჩამორთმეული რომ გურიაში კენში ყრიდა ნაციონალური მოძრაობის რიგებიდან და უცბად გავიხედე ბოლო 3 დღე ტელეფონს არ პასუხობდა და დაждდა და წარადგინეს ქართული ეხლა იყო მზად იქა უკვე ეხლა ამ არჩევნებზე რომ ნაციონალური მოძრაობის ამ არჩევნებზე შეთანხმებული იყო ყველაფერი მე ვიყავი ვაღიარებ და მე გამოცდილება მივიღე მე ვიყავი მოლაპარაკე მასთან მე ვიყავი მას გაუწია რეკომენდაცია მათ შორის პარტიაში ხელი ჩამორთო და დაიწყო საარჩევნო კამპანიას დრუზა თავი და წავიდა ქართულ ოცნებაში დამოგიდგენიათ ხო და ეხა ამ ადამიანს ეხა რა უნდა ველაპარაკოთ და რა უნდა და რატო უნდა და შეხვედრა თქვენთან არ გითხრათ ანუ გუში რო გირეკავდათ რომ ანუ რა უნდა და არა ხო და ნუ შეწუხებული იყო ადამიანი ისევე როგორც დარწმუნებული ვარ ყველა ვინც იქ იყო შეწუხებული არ შეიძლება კომისრობა მოგწონდეს კაცო არ შეიძლება შენ მოგწონდეს შავზე თეთრის თქვა და ადამიანის დაჭერა რომელსაც ვერაფერს ვერ დავები სამართლებრივად სამართლებრივი წესრიგი აქ არაფერ შუაში არ არის. ხო და ეს ადამიანი ეხლა წარმოიდგინეთ. გუში მეუბნება რომ მე მაინც თეთრ არ მივაჭერო და დაგიმტკიცებო რომ ვარო მართალიო. სიმართლე გითხრათ ჩემთვის ვიფიქრე რომ ეს ადამიანი ალბათ შეიძლება მართლა ამას გააკეთებს და ვაპირებდი კიდევაც საჯაროდ იმის თვალს რომ აი ყოჩახ ვასილ ჩიგოგიძესო თითი არ მიაჭირა მაგრამ ნუ აი ნახეთ რაც გააკეთა ანტომ რა საინტერესო რამ თქვით ეხლა იქნებ გირაოს გადახდა უნდა არა მე უთხარი ვასილ ჩიგოგის შენი მეთქი არა ჩემო ვასო შენი მე არ დამეჯერება იმიტომ რომ ახლა ამ ბექაუდიშარია 15 წელიწადია ვიცნობდი 15 წელიწადი და კაცმა თითი არ მიაჭირა ღილაკს მართლა არ მიაჭირა ღილაკს პირველ კენჭისყრაზე მე უბრალოდ დაურეკეს და 20 წუთში განცხადება გაავრცელებინეს რომ მივაჭერიო მელიეს დაჭერასო ხელიო უბრალოდო ღილაკმა არ იმუშავაო წარმოგიდგენიათ ეხა რამდენად ძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს და იგივე გაუკეთეს ამ ადამიანსაც ამიტომ ეს ადამიანები დასახსნელები არიან მონობიდან ინგა გავრილოვი მე ციხეში ვერ გამიშვებს ვერც ვასო ჩიგოგიძე ვერც ბექაუდიშარია და ვერც ეს ადამიანები რომლებსაც თავად უჭირთ ხახდო იმიტომ რომ არ მიაჭერდა ვასო ჩიგოგიძე ჩემს დაჭერას თიც და ყველა იმ რაღაცა სიკეთეს რასაც ჩოულობს ბიზნესიდან არ ვიცი ჯანდაბა რასაც აკეთებს ხო
დააყენეთ და რისკის ქვეშ. რა ვიცი, ჩემონიკა არ არის ეგრე, ვერ გააკეთებ. მე მაგალითად ნაციონალური მოძრაობის მომხრე რო არ ვარ და სულ არ გიждები თქვენ პარტიაზე, იცი, მაგრამ შენ ჩემთვის არ ხარ ნაციონალური, არა, სხვა რამეს გეუნები. შენ თქო არ ხარ ჩემთვის ნაციონალური მოძრაობა, ხომ ხვდები რას გეუნები და გადაწყვეტის მომენტში ადამიანს შეუძლია თუ ის არის თავისუფალი ადამიანი, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად ინგა, რას ლაპარაკობ? რას ლაპარაკობ? ორი მაგალითი მოგიყვანეთ, კლასიკური ხახდო. უახლოესი ისტორიიდან არა, ნუ ერთი წელიწადნახევრის ბექაუდიშევესთან დაკავშირებით, კაცმა არ მიაჭირა ღილვაკს ხელი, იმიტომ რომ იცოდა რომ არ ვეკუთვნოდა ციხეში გაშვება. ნიკა, აი უყურეთ ერთი წუთით ტვიტერზე ეხა ნიანკელის განცხადება წავიკითხე, რომელმაც თქვა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ერთპარტიული მმართველობის მზარდი აჩრდილი აედევნა საქართველოსო, ასევე ტვიტერზე ლიტვის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე პავილიონისი წერს, რომ თუკი საქართველოს ნამდვილად სურს დაუახლოვდეს დასავლეთ საქართველოს მმართველებმა, უნდა შეწყვიტონ ოპოზიციის დაპატიმრება და კიდევ ერთ პოსტს უძღვნის იანკელი ამ თემას და ის ამბობს, რომ ის აზიარებს სახალხო დამცველის განცხადებას ტვიტერზე, სადაც ომბუდსმენი მოუწოდებს პარლამენტს არ გასცეს თანხმობა თქვენს მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით და იანკელი ამ პოსტს აზიარებს შემდეგი ტექსტით: პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს პარლამენტს, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. მთავრობამ უნდა კითხოს საკუთარ თავს ამ ნაბიჯით მიიღწევა თუ არა ეს მიზანი. მოკლედ, საერთაშორისო გამოხმაურება მოყვება ეჭვი მაქვს თქვენს დაპატიმრებას და ძალიან მძაფრი იქნება. ზღვაში წვეთია, ინგა, ზღვაში წვეთია, იმიტომ რომ კრიზისი ისმის შემიხვა. კი, ისმის, დიახ. ისმის შემიხვა. დიახ. კრიზის უნდა დაძლევა ქვეყანაში შექმნას და ამას ხოლმე დავძლებთ ახალი არჩევნებით. ხელისუფლება ვიცის, რომ ეს კრიზისი არის და უბრალოდ სხვა გამოსავალი როგორც ჩანს ვერ იპოვეს, გარდა იმისა, რომ ხერხემაში მოდით საბოლოოდ იქნებ ცადოთ და ბოლო იერიში მივიტანოთ და ოპოზიცია ნიკა, ვიცი რომ ძალიან დაღლილი ხარ და ერთი კითხვა მინდა კიდევ რომ დაგისვათ. ვერ გადავტეხეს და პირიქით თოხს ყუაზე დააბიჯეს ფეხი და ტარი მოხდა ჩუბში ქართულ ოცნებას. და ან ბოდიში მოკლედ უნდა მოუხადონ ქართულ ხალხს, ან გამოვიდნენ და თქვა თუ რომ უსუსურები ვარ და მიშოთ ახალ არჩევნებს. გამორიცხული არის სხვა გამოსავალი. არ დაემორჩილებით არც შიდა პატიმრობას, ხო, მე როგორც ვწდები. არ დაემორჩილებით არანაირ გადაწყვეტილებას. უკანონობას, უსამართლობას, არა, უსამართლობას არა. არ ვემორჩილები პროკურატურას, რომელმაც ფარცხალაძე გაამართლა, კადრები ვიხილეთ, ფარცხალაძე საკუთარი დაცვის წერებთან ერთად როგორ უსწორდება კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელ ლაშა თორდიას მაშინდელს და აქეთ გაამტყუნეს ეს ადამიანი და იქით გაამართეს ეს. ხო და ეხა იმიტომ რომ ეხა უბრალოდ შიში დაენერგათ, რომ ოპოზიცია სუსტია, დეზინტეგრაციის პროცესი მიმდინარეობს ოპოზიციაში, ის პარტია ორად გაიყო, ეს პარტია და კარგი მომენტია, მოდი მივაწვეთ ეხა მელიას, ესეც წავაქციოთ რაღაცა ზედმეტად ხმაურობს, მაგრამ რა მოხდა? ყველანი ერთად დავდექით. იმდენად დიდი სიმართლეა ჩვენს ხარეს. ნიკა, ველოდოთ ბოლო კითხვას გისვამ და გიგი უგულავა გვიერთება, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ოფისში არის და ამბობს, რომ დავხვდებითო დასაჭერად თუ მოვა. ველოდოთ რომ ხვალინდელ სასამართლოზე მიხვიდეთ და უცებ გირაო აღმოჩნდეს გადახდილი? არა. აბა ხელისუფლებას სხვა გამოსავალი აღარ რჩება, მაშინ უნდა დაგიჭირონ, ან ვიღაცა უჩინარმა უნდა გადაიხადოს გირაო. ხო გავიგებ ვინც იქნება, ნუ ისეთ დღე მე არ გამოვრიცხავ, ეხა შეიძლება ისეთ დღეში არიან ლაშა ნაცვლშვილი საკუთარი ფეხით მივიდე და შეიტანოს ბანკში შესაბამის ანგარიშზე. არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ უმძიმეს მდგომარეობაში არიან, მაგრამ ეხა ხო გავიგებ ვისი შეტანილია, ეხა ხო არ დაიმალება. როგორც შემოიტანენ, ისე გადავრიცხავ უკან და ეხა ბრძოლა არ გაჩერდება. ოფისში რჩებით დღეს ღამე? იცით რა, სავარაუდოდ კი. გასაგებია.
გასაგე ნიკა წარმატება მინდა გისურვო მეც თქვენთან ერთად ველოდები ხვალინდელ სასამართლო პროცესს და ვარ ერთ-ერთი ადამიანი რომელსაც უნდა რომ მისი მეგობარი ნიკა მელია არაფრით არ იხილოს დაპატიმრებული იმიტომ კი არა რომ მეგობარია უბრალოდ მე უსინდისობად მიმაჩნია გავრილოვის ღამის გამო პოლიტიკოსების ჩასმა ციხეში მაშინ როცა საერთოდ არავის არ უგია პასუხი თვალებ დათხილ ადამიანებზე და მე გისურვებ შენ რომ თავისუფლება კონდეს ფრადა 2 წელიწად ნახევრის განმავლობაში აი იმ გადაწყვეტილებას რომლის გამოც ეხა მე ვიპირებენ თავერთი ჭკუით ციხეში გაშვება სადაც ნული არის ბუბლიკი ბოდიშით რა შანსი ამისი ხო ეხა ვარღვევდი იმიტომ რომ სიტყვით გამოვდიოდი იქ მეწერა რომ სამაჯური გაიკეთე მელია გავიკეთე ხო მაშინ სიტყვით არ გამოხვიდე მელია არ გამოვდიოდი სიტყვით არა გამოვდიოდი სიტყვით საყიდან რო გახვალ პროკურორს დაურეკე ურეკავდა მელია პროკურორს არ ურეკავდა მთელი წელიწად ნახევრის განმავლობაში ისე გამოვდიოდი სახლიდან პროკურორს არც ურეკავდი და კამპანია ჩავატარე ისე რომ გადაწყვეტილებაში მეწერა რომ სიტყვით არ გამოხვიდე არათუ მიტინგზე საჯარო სივრცეში აგზავნიკო და ლაპარაკე და მაპატიეთ ეხა გაახსენდათ ეს სისულელი საქმე რა ვიცი თუ კი დასაჭერი იყავით ხო და მე თანხმებით ის სამაჯური რომ მოიხსენით წესი მაშინ უნდა დაგდგომოდენ იქვე მანამდეც მაგას ხსნი ინგა გდანში რო დავდიოდი და კამპანიას ვატარებდი გადაწყვეტილებაში მეწერა რომ სიტყვით ანუ საჯარო სივრცეში არ უნდა გამოხვიდეო რუსთაველის გამზაზე სიტყვით რომ გამოვდიოდი ის დარღვევა იყო იმ დაწესებული შეზღუდვებისა და აკვეთი ღონისძიების შეცვლის საფუძველი იყო მოკლედ თავისუფლებას გისურვებთ და დაველოდებით თქვენთან ერთად ხვალინდელ სასამართლო პროცესს და მართლა ძალიან გულით გისურვებთ რომ არ გაბედოს სასამართლომ და პოლიტიკური ნება არ შეასრულოს თუმცა მიჭირს იმის დაჯერება რომ სასამართლო გაბედავს და დედა პარტიისგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს უღმესი მადლობა კარგად იყავ თქვენ და თქვენს მაყურებლებს დიდ ნაწილს მე დარწმუნებული ვარ იმიტომ რომ მე 41 წლის გავხდი 21 დეკემბერს. აი ხა. მე არასოდეს არ მიგძვნია ასეთი მხარდაჭერა და სოლიდარობა, რასაც ახლა გძნობ. უცხო ადამიანებისგანაც ვერ აუდივარ უბრალოდ გინ ოფისში ვინც მოვიდა, ვინც შემეწმენა და დიდი მადლობა თქვენ. და ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ ეს ნიკა მელიას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი არ არის და ბედნიერი ვარ, რომ წილად ხვდა არ ვიცი მე ხავ შეიძლება მეცხოვრა და ეს ტვირთის ზიდვა პატივად არ მქონოდა რომ ნიღაბი ჩამოხსნა რეჟიმს დიახაც რეჟიმს და ვარ ეხა ბრძოლის წინა ხაზზე გძნობ უდიდეს ხარდაჭერას და ბოლომდე გავალ და აღმართავთ გამარჯვების დროშას ავაფრიალებთ. დიდი მადლობა. მადლობა, ეს იყო ნიკა მელია, მოკლედ ნახოთ როგორ განვითარდება ხვალინდელი პროცესები, მოვიდნენ